ყოველ მერვე მამაკაცს ცხოვრების განმავლობაში დაემართება პროსტატის სიმსივნე. ეს ნიშნავს, რომ უზომოდ გავრცელებულია და დაზღვეული არავინაა, მაგალითად ჯო ბაიდენს 82 წლის ასაკში ახლა დაუდასტურდა პროსტატის კიბოს აგრესიული ფორმა და მეტასტაზები უკვე ძვლებში აქვს, რაც ნიშნავს, რომ საქმე ძალიან სერიოზულადაა, ეგ დიდი პრობლემა. საბედნიეროდ პროსტატის კიბოს მკურნალობა შესაძლებელია განსაკუთრებით ადრეულ სტადიებზე. პირველ-მეორე სტადიაზე თუ აღმოაჩენ პრაქტიკულად 100%-იანი მკურნალობა აქვს, ან ნიშნავს, რომ ადამიანი სრულიად განკურნებადი იქნება და ცხოვრების განმავლობაში მისგან არ მოკვდება სხვა რაღაცით, ოდესღაც ნებისმიერი ადამიანი გარდაიცვალა, მაგრამ ამ კიბოთი არა. ამდენად მნიშვნელოვანია მისი ადრეულ პერიოდში და ადრეულ სტადიაზე აღმოჩენა და ამაზე ვისაუბრებ ზუსტად. რა გავაკეთოთ, როგორ აღმოაჩინოთ, რაც შეიძლება ადვილად, როგორ ავიცილოთ თავიდან თუ შესაძლებელია მისი აცილება და რა მკურნალობის მეთოდები არსებობს თუ მაინც განვითარდა. პროსტატა რა არის? პროსტატა არის ორგანო, რომ წარმოიდგინოთ ეს არის შარდის ბუშტის ქვეშ პატარა ორგანო, რომელიც შემოხვეულია შარსადენი არის მილი, რომელთაც ადამიანი შარდავს. მას არის შემოხვეული, მოკლედ შარდის ბუშტი რომ თავდება, იქ იწყება პროსტატა და ეს პროსტატა ზუსტად სწორი ნაწლავის წინა მხარეს მდებარეობს. ამიტომ არის ხოლმე, რომ ამ თითით გასინჯვა არის ძალიან ცნობილი პროსტატის და ერთ-ერთი ძალიან ეფექტური მეთოდია. და ეს პროსტატის ფუნქცია რა არის? პროსტატა უშვებს წვენს, სითხეს, მოკლედ ასინთეზირებს, რომელიც ერევა შემდეგ სპერმას და იცავს სპერმატოზოიდებს, ანუ უჯრედებს იცავს იმისთვის, რომ განაყოფიერება მოხდეს. საშვილოსნოს აქვს ბევრი ბარიერები, მოკლედ რითიც შეიძლება რომ სპერმა დააზიანოს და აი ამ ბარიერებისგან იცავს პროსტატის წვენი სპერმას. აი ეგ არის მთელი არსი, რასაც პროსტატა აკეთებს. დროთა განმავლობაში ეს უჯრედები, პროსტატის უჯრედები გადაგვარდება, არა ყველა, რა თქმა უნდა, ზოგი. და როცა ესეთი გადაგვარება მოხდება, ვითარდება პროსტატის სიმსივნე. პროსტატის სიმსივნე უმეტესად არ არის აგრესიული, მაგრამ მისი დაახლოებით 30% არის აგრესიული. თითქმის 80% იმდენად დუნედ მიმდინარეა, რომ კაცს შეიძლება ჰქონდეს მთელი ცხოვრება და არაფერი არ მოხდეს მის გამო, მაგრამ ის 20-30% არის აგრესიული მიმდინარეობით, რომელიც დიდი პრობლემაა. და ეს აგრესიული პროსტატის კიბო იძლევა მეტასტაზებს და როცა მეტასტაზები აღმოცენდება, ის რთული სამკურნალოა. ეგ არის დიდი პრობლემა. რა არის რისკ ფაქტორები პროსტატის კიბოს განვითარების? ყველაზე მთავარი რისკ ფაქტორი არის ასაკი. ძალიან იშვიათად, რომ 40 წელს ქვევით ადამიანს დაემართოს პროსტატის კიბო. როცა ვითარდება, ნელ-ნელა მიმდინარეობს, მოკლედ და თავიდან ახლა ისეთი პატარაა, რომ იმას ვერაფერი ვერ ამჩნევს. და სამ ესეთი პატარა წლები გადის და დაახლოებით 50 წლის ზევით უკვე შემჩნევადი ხდება როგორც წესი და ტესტებით მისი შემჩნევა შეიძლება. უმეტესად დიაგნოზი ხდება ხოლმე 65 წელს ზევით. მაგრამ რეკომენდირებულია სკრინინგი დაიწყოს 50 წლიდან, რადგან რაც შეიძლება ადრე შევამჩნიოთ. თავიდან სიმპტომები არ ახასიათებს. როცა სიმპტომები აღმოცენდება, უკვე მეტნაკლებად დიდია ხოლმე სიმსივნე, მაგრამ სიმპტომები რა აქვს? ღამე ხშირი შარდვა, იმიტომ რომ როცა იზრდება ეს პროსტატის კიბო, აწვება შარდის ბუშტს და შარდის ბუშტს რომ აწვება, აღიზიანებს და შარდის ბუშტი უფრო მგრძნობიარე ხდება. და მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება არ უნდადეს მოშარდვა ადამიანს, ხშირი შარდვის სიმპტომები მაინც აქვს. ტკივნეული მოშარდვა შეიძლება იყოს, თუ შარდსადენს აწვება და აღიზიანებს სიმსივნე. მოშარდვის ინიცირება უჭირდეს, მაგალითად დაწყება მოშარდვის და შეიძლება შეფერხება მოშარდვის დროს კონდეს ისე სიმსივნის ზრდიდან გამომდინარე და ზოგ შემთხვევაში შეიძლება სისხლი იყოს შარდში ან სისხლი იყოს სპერმაში, თუ სიმსივნე სისხლძარღვებს აზიანებს.
ამ შემთხვევაში. თუმცა ეგ უკვე სერიოზული ნიშნებია და ადრეულ სტადიაზე როგორც წესი ეგეთი ნიშნები არ ახასიათებს ხოლმე. ეს სიმპტომები რაც ჩამოთვალეთ შეიძლება ქონდეს ადამიანს, მაგრამ არ ქონდეს სიმსივნე. ესეთი შესაძლებელია, იმიტომ რომ პროსტატის კეთილთვისებიან ჰიპერპლაზიას, აი პროსტატის გადიდებას ახასიათებს ზუსტად ეს სიმპტომები, რაც ამ ადამიანები რომ ამბობენ ხოლმე, აი პროსტატა მაქვს, ძირითადად გულისხმობენ მაგას. და ძირითადად ადამიანები არ გულისხმობენ პროსტატის კიბოს, როცა ამბობენ რომ პროსტატა მაქვს. კაცები გულისხმობენ რომ პროსტატის გადიდება აქვს. პროსტატა 50% კაცებში 50 წლის ზევით არის გადიდებული და აი ეს მოშარვის სირთულე და მოშარვის ინცირების დაწყების გაძნელება ესენი ახასიათებს პროსტატის გადიდებას, მაგრამ ეგ არნიშნავს პროსტატის კიბოს. ეგ არნიშნავს რომ პროსტატის კიბო განვითარდება, მაგასაც კი არნიშნავს, ანუ რისკიც კი არაა გაზრდილი, მაგრამ ერთნაირი სიმპტომები აქვთ. პროსტატის კიბოს განვითარებაში ტესტოსტერონი თამაშობს დიდ როლს. ტესტოსტერონი არის კაცის ჰორმონი, მამაკაცს რაც რეალურად მამაკაცად ხდის ეგ ჰორმონი და ეგ უწყობს პროსტატის სიმსივნის ზრდას ხელს. აქ იქნება კითხვა მაშინ რომ თუ ტესტოსტერონი უწყობს პროსტატის კიბოს ზრდას ხელს, მაშინ ახალგაზრდა ასაკში რატო არ ემართებათ, იმიტომ რომ ახალგაზრდა ასაკში უფრო მაღალი აქვს კაცს ტესტოსტერონი და ასაკთან ერთად იკლებს, მაგრამ აქ საქმე იმაშია რომ უჯრედებია ჯანსაღი, ანუ ტესტოსტერონი მოქმედებს როგორც საწვავი და უჯრედები კიბოს უჯრედები არ არსებობს ახალგაზრდა ასაკში და ეს საწვავი გინდქონია გინდა რა შესაბამისად სიმსივნის ზრდას არ იწვევს, მაგრამ როცა სიმსივნე წარმოიქმნება, მაშინ უკვე დიდი პრობლემაა. ამიტომ არის რომ ანდროგენების დამთრგუნველი თერაპია გამოიყენება პროსტატის კიბოს მკურნალობისთვის. ერთ-ერთი მთავარი ნაწილია თუ კი ეს პროსტატის სიმსივნე სენსიტიურია, ანუ გრძნობიარია ტესტოსტერონის მიმართ და სიმსივნეების პროსტატის სიმსივნეების 80-90% თავიდან ყოველ შემთხვევაში მგრძნობიარია პირველი რამდენიმე პერიოდის განმავლობაში ტესტოსტერონის მიმართ და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თერაპია მოკლედ მამაკაცური ჰორმონის დათრგუნვა პროსტატის კიბოს მკურნალობაში. ახლა თავარი კითხვა, როგორ ამოვიცნოთ პროსტატის კიბო, იმიტომ რომ სიმპტომები შეიძლება ან როგორ მივიტანოთ ეჭვი, იმიტომ რომ თავიდან ხომ სიმპტომები არ აქვს და მეტიც სიმპტომები რომც არის, შეიძლება ჰიპერპლაზია იყოს, ხო? სხვა მიზეზი ქონდეს. პირველი ტესტი რაც კეთდება არის პროსტატ სპეციფიური ანტიგენი ქვია, PCA-ის ეძახიან და სისხლიდან კეთდება მისი ანალიზი და ეჭვი მიიტანება მაგით, თუ არის მომატებული, შეგვიძლია ვიფიქროთ რომ ხომ არ არის სიმსივნე. ოღონდ ეს არ ნიშნავს რომ თუ ეს PCA მომატებულია ყოველთვის სიმსივნეა, ასე არ არის, მაგრამ ძალიან გრძნობიარია. ანუ თუ სიმსივნეა PCA თითქმის ყოველთვის მომატებულია 93% შემთხვევაში. მაგრამ თუ PCA მომატებულია სისხლში, ეს არ ნიშნავს რომ სიმსივნეა, იმიტომ რომ მხოლოდ 22% შემთხვევაშია პროსტატის კიბო, როცა PCA მომატებულია. PCA მომატებული შეიძლება იყოს, როცა პროსტატის ანთება აქვს ადამიანს, ან როცა პროსტატის ჰიპერპლაზია აქვს უბრალოდ, რომელიდან არც ერთი ეგეთი საშიში არა, როგორც სიმსივნე რა თქმა უნდა და პროსტატის ჰიპერპლაზია მით უმეტეს საერთოდ არ არის საშიში, თუ ადამიანს არ აწუხებს და სიმპტომებს არ უქმნის, ისეთი არაფერი არ არის მან. საკმარისი არის პროსტატის სპეციფიური ანტიგენის განსაზღვრა, არ არის საკმარისი რა თქმა უნდა, იმის რომ პროსტატის კიბოს დიაგნოზის დასვა არ არის საკმარისი, ამიტომ არის რომ თითით გასინჯვას დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ ხოლმე. თითით გასინჯვა, ანუ სწორ ნაწლავში და სწორ ნაწლავიდან ადვილად ისინჯება პროსტატა და რატომ აქ ახლა ესეთი მნიშვნელობა, იმიტომ რომ ხო იტყვის ადამიანი რომ აი რატო უნდა თითით რატო უნდა გასინჯო, როცა შეიძლება რომ არ გასინჯო და რაღაც, მაგრამ ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რაც უდგას ამ ყველაფერს არის კვლევა, რომ ამ პროსტატის სპეციფიურ ანტიგენს პლუს თითით გასინჯვა ძალიან მაღალი სიზუსტე აქვს პროსტატის კიბოს დადგენაში, თითქმის 90%-ზე მეტიანი სიზუსტე აქვს.
ანუ არა მარტო ეჭვს მიიტან, არამედ ძალიან მაღალი სიზუსტე აქვს, რომ დაადგინოს, რომ სიმსივნე როგორც წესი უსწორმასწორო ზედაპირით და უფრო მკვრივია ხოლმე, ვიდრე უბრალოდ მომატებული პროსტატის ზომა. ეკოსკოპია მუცლის ეკოსკოპია, აი ეს მუცელზე რომ დააჭერენ ხოლმე ეკოსკოპიას, ეგ ვერ პოულობს ხშირად პროსტატის სიმსივნეს, ამიტომ გამოიყენება, მაგრამ არ არის მაინც და მაინც ეფექტური პროსტატის სიმსივნის პოვნაში და დიაგნოსტირებაში. გამოიყენება ხოლმე რექტალური ეკოსკოპია კიდე, მაგრამ საქართველოში ნაკლებად არა მაინც და მაინც პოპულარული, თუმცა შედარებით მაღალ ეფექტურია ეგეც. და როგორ ვანსხვავებთ, მაგალითად ეს ჰიპერპლაზია თუ სიმსივნეა აქ, მაგალითად ორივე შემთხვევაში მომატებულია პროსტატსპეციფიური ანტიგენი, ორივე შემთხვევაში სიმპტომები აქვს ადამიანს, ამ დროს განსხვავება არის ბიოფსია. ან ბიოფსიით ისმევა საბოლოო დიაგნოზი, MRI-ც მნიშვნელოვანია, MRI-თაც შეიძლება რომ სურათი დავინახოთ სიმსივნის თუ არის, მაგრამ დიაგნოზისთვის გამოიყენება ბიოფსია. ახლა კითხვები არის ხოლმე, რომ როგორ პროგრესირებს ეს სიმსივნე, რომ ვიცოდე, ან როგორ არის მისი აგრესიულობა. სიმსივნე პროგრესირებს ესე მოკლედ. დაახლოებით 10-15 წელი ჭირდება პირველი სიმსივნე რომ გაჩნდება, იქიდან რომ გაიზარდოს ისე რომ შემჩნევადი გახდეს, ანუ ეგ არის დაახლოებით 10-15 წელი. 10-15 წლიდან მეტასტაზები რო განვითარდეს, დაახლოებით ჭირდება ხოლმე 5 წელი და მეტასტაზების განვითარებიდან თუ ადამიანი იმკურნალებს, დაახლოებით 3-5 წელი კიდე ცოცხლობენ ხოლმე ადამიანები. ეს არის მოკლედ ცუდი შემთხვევა. რეალურად ცუდ შემთხვევაშიც კი საკმაოდ დიდი დრო აქვს ადამიანს. ამიტომ აქ სხვა შორის ბევრი კითხვები გაჩნდა ბაიდენთან დაკავშირებით, რომ რატო ვერ შეამჩნიეს აქამდე, ანუ მით უმეტეს რა არ იტარებდა საკმარის გამოკვლევებს თუ საშუალება არ ქონდა, ხო? ანუ წლებით ადრე შეიძლებოდა მის შემჩნევა და მან ეგ კითხვებს ბადებს სხვათა შორის მისი შემთხვევა, რომ რატო ვერ იპოვეს აქამდე, ანუ ეს ხომ არა რაღაცა ძალიან ვერაგი და ჩქარა მიმდინარე არ არის ისეთი, რომ ვერ აღმოაჩინო და წესით უნდა ეპოვათ და ეხლა იპოვეს, როცა ძვლებშია უკვე მეტასტაზები და ეხლა ძალიან ძნელია მისი მკურნალობა. კაი შემთხვევა ესეთია, რომ კაი შემთხვევისასაც ესე 10-15 წელი ჭირდება მოკლედ მის განვითარებას და იმდენ ნელა შეიძლება იზრდებოდეს, რომ 70% ესეთია მაქსიმუმების, რომ იმდენ ნელა იზრდება, რომ არაფერი მთელი ცხოვრება იცხოვრო შეიძლება ადამიანმა და უბრალოდ აქტიური დაკვირვების ქვეშ იყოს პაციენტი, რომ აჩქარდეს ზრდა და ესე. ხშირად არის ხოლმე, რომ არა აგრესიული ფორმა. ამ აგრესიულობის გრადაცია ხდება, შეფასება ხდება, მოკლედ ეს რამდენად აგრესიულია ეს სიმსივნე, არის ანუ 10 ბალიანი სისტემით ფასდება, მოკლედ 8-ზე მეტი 8 და მეტი თუ არის აგრესიულად ითვლება, ანუ 6-დან ნაკლები თუ არის ხოლმე ითვლება, რომ ნაკლებ აგრესიულია და ზოგჯერ ვალ აკვირდებიან თუ არა აგრესიული დუნედ მიმდინარე სიმსივნეა, აკვირდებიან მის მიმდინარეობას და არც მკურნალობენ ზოგჯერ. ანუ გააჩნია მდგომარეობას, თუმცა თუ აგრესიული ფორმა, რა თქმა უნდა, მკურნალობა ჭირდება. მკურნალობა არის ქირურგია, ქირურგიულად პროსტატის ამოკვეთა. აი თუ პირველი სტადია, მეორე სტადია, როგორც წესი საკმარისია ხოლმე მკურნალობა. შეიძლება სხიური თერაპია, ქიმიოთერაპია, როცა უკვე მეტასტაზებია, მაშინ კეთდება. ეგენი როგორც წესი, ახალი მეთოდებიც არსებობს, ტარგეტული თერაპია მაგალითად, რომელიც ასევე მეტნაკლებად ეფექტურია და ტესტოსტერონის დათრგუნვა. ეგ ტესტოსტერონის დათრგუნვა თავიდან ეფექტურია და მერე ეფექტურობას კარგავს, ან რაღაც დროის მერე ეფექტურობას კარგავს ხოლმე, თუმცა თავიდან საერთოდ 90% შემთხვევაში არის ეფექტური. ეხლა რა პროგნოზი როგორი აქვს მოკლედ? პროგნოზი უმეტეს შემთხვევაში კარგი აქვს, თუ ადრეულ სტადიაზე მკურნალებ, ამიტომ მისი ადრე აღმოჩენა ძალიან მნიშვნელოვანია,
რეკომენდირებულია რომ ნებისმიერმა მამაკაცმა 50 წლიდან გაიკეთოს პროსტატსპეციფიური ანტიგენის ტესტი და თუ რამე საეჭვია მე მიყვეს შემდეგ კვლევით და ნუ თითით გასინჯვაც რექტალური გასინჯვაც რეკომენდირებულია თუ ადამიანის პირველი რიგის ნათესავს მაგალითად მამას ან ძმას ან ესე უახლოეს ნათესავს აქვს მოკლედ სიმსივნე მაშინ უფრო ადრიდანაც უნდა დაიწყოს ადამიანმა ამისი გამოკვლევა, რადგან რისკი არის გაორმაგებული ამ დროს, ან კაც ცხოვრების განმავლობაში რისკი აქვს პროსტატის სიმსივნის დაახლოებით 13% და მის გაორმაგება დაახლოებით 26%. შესაბამისად ბევრი კაცია მოკლედ რისკის ჯგუფის ქვეშ, ამიტომ საყურადღებოა 50 წლიდან თუ ჩვეულებრივ არაფერი არ ვიცით, თუ ვიცით რომ პირველ რიგის ნათესავს აქვს, მაშინ 45-დან ან 40-დანაც შეიძლება. მოკლედ სკრინინგს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, იმიტომ რომ დიდი პრობლემები შეგვიძლია ამ დროს ავირიდოთ თავიდან. თუ შესაძლებელია პრევენცია. პრევენცია ნუ რამდენიმე სრული შეუძლებელია, მაგრამ იმისთვის რომ პროსტატის აგრესიული კიბოს რისკი შევამციროთ, შეგვიძლია უბრალოდ რომ ჭარბწონიები არ ვიყოთ, იმიტომ რომ ჭარბწონასთან არის ასოცირებული აგრესიული ფორმები, მოწევასთან არის ასოცირებული აგრესიული ფორმები და ბევრი ცხიმის ჭამასთან, ხილი და ბოსტნეული დიეტა ბევრად უფრო მნიშვნელოვანია და ეფექტურია. აი ეს იყო რის თქმაც მინდოდა, ძალიან მნიშვნელოვანია რომ რეალურად მივმართოთ ჩვენი გონება იქითკენ რომ რაც შეიძლება მეტი ესეთი პრევენციული ტესტი გავიკეთოთ, იმიტომ რომ იმდან დიდი პრობლემის თავიდან არიდება შეგიძლია მარტივად თავიდან და მერე თუ არ მიაქცევ ყურადღებას, ეს ძალიან დიდ სიცოცხლისთვის საშიშ პრობლემად იქცევა ხოლმე. ამიტომ უდიდესი მნიშვნელობა აქვს სკრინინგს პროსტატის კიბოს შემთხვევაში. მადლობა რომ მისმენთ, მადლობა რომ გაინტერესებთ. თუ მოგწონთ ჩემი ვიდეოები დალაიქეთ, თუ მოგწონთ ჩემი არხი გამოწერეთ, ან დააკომენტარეთ, ეგ იქნება თქვენი სოლიდარობის გამოხატულება ჩემი არხის მიმართ, ასევე YouTube-ი ამით ხვდება ხოლმე რომ თქვენი ვიდეოები მოგწონთ და ესეთ ვიდეოები საინტერესოა და ასეთ ვიდეოებს აჩვენებს მე სხვა ადამიანებს რო აჩვენებს ბევრი ნახვები აქვს ვიდეოს, ბევრი ნახვები რო აქვს, ეს მეც წამადგება სტიმულს მომცემს რომ კიდევ ბევრი სასარგებლო და კარგი ვიდეო ჩამწერო. ამიტომ როგორც არხის განვითარებას დაეხმარებით, ამით დაეხმარებით სხვა ადამიანებსაც და ჯამში სამედიცინო ცოდნაც და სიცოცხლის ხარისხიც ბევრი ადამიანის ამაყლდება ამით. მადლობა რომ მისმენთ, მადლობა რომ გაინტერესებთ.